იმიტომ არის საშიში ეს უკრაინის პრეცედენტი, არ მარტო უკრაინის სახელმწიფოსთვის, რაც იქ ხდება ტრისავს, ხო? ზვასისხლი იღრება. არამედ საქართველოსთვის, მეგობრებო. არ მიგვაბან ჩვენ უკრაინის რეგულირების საკითხს. არ მიგვაბან და არ მოხდეს ისე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ და პირადად ტრამპმა საქართველოს დაუთმოს უკრაინისთვის რაღაცა შეღავათის მიღების საკითხში. ახლა თუ მოხდა და დაუთმო უკრაინამ დაათმობიეს რუსეთის ტერიტორია, მე ჩვენ არ მოგვადგენენ და არ გითხრან, რომ საერთაშორისო სამართალში პრეცედენტებია მთავარი, რახან იქ ასეთი პრეცედენტი მოხდა, თქვენც უნდა უარი თქვათ აფხაზეთზე და ცხინვალზე. ეს საფრთხეც არის, ხალხო. ამიტომ გვინდა ახლა ისეთი პოლიტიკური რეჟიმი და ისეთი პოლიტიკური გონი და ისეთი მართლობა სახელმწიფო, რომელიც ჩვენს მომავალ, ჩვენს ქვეყანას დაიცავს, მტკიცებს, საიმედოდ მოკავშირეებთან გააძლიერებს ურთიერთობას, თემსოფლოს აუხსნის ჩვენ მდგომარეობას. და ამის ახსნა საჭირო ახლა სოფლომ კი არის ის, რომ როცა საქართველოს უზარმაზარი იმპერია არსებობდა და ქართველი ერი როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი ფუნქციონირებდა, არც უკრაინა არსებობდა და არც რუსეთი. ხოლო როცა ისინი ფუნქციონირებდნენ, ერთი სივრცე იყო, ერთი ენობრივი ოჯახი იყო, ერთი ცივილიზაცია იყო, ერთი რელიგია იყო. მერე ნუ სახელმწიფოებრივად გაიყვნენ. მაგრამ ჩვენ ასეთი ურთიერთობა არ გქონია რუსეთთან. არ ყოფილიყართ ერთიანი ენობრივი სივრცე. ერთიანი ისტორიული, ასე ვთქვათ, ერთობა რაღაცა ხალხების. სრულიად განსხვავებული ვითარებაში ვართ ჩვენ. იქ აი როგორც აი ძმებს რომ მოვა ჩხუბი და ქარელის რაიონში იყვნენ ძმები ბალიაშვილები, მახსოვს პროკურატურაში რომ მუშაობდი, 7 ძმა იყო და ყველა ერთმანეთს უჩიოდა რაღაცა ხეიდგა იქ ნაკვეთის გამყოფ ზოლზე და 7-ვე უჩიოდნენ ერთმანეთს. აი ესეთ 70 ტომი ის იყო საზედამხედველო პროკურატურაში მათი დაწერილი საჩივრები. მე მიხარავს ტოლსტოის არ დაუწერე იმდენი. გარკვეულწილად მათ ძმებს შორის არის ჩხუბი რაღაცა და ადრე საერთო საკუთრების გაყოფაზე და ჩვენ ადრე არ ქონია არავითარი საერთო საკუთრება რუსებთან. არც თურქებთან, რომლებიც მოვიდნენ, რა ვიცი, მე-11 საუკუნეში. არ ქონია საერთო საკუთრება, არა ჩვენი იყო, ჩვენი. ახლა ამას ახსნა სჭირდება, არა მიტინგებზე და ახლა რაღაცამ დამცირებლად იგრძნოს თავი და რაღაცა გრძნობები შეელახოს. ამას სჭირდება მუშაობა დიპლომატიური, პოლიტიკური, პიროვნული. ახლა რომ ჩავდივარ კონგრესში, სენატში, საქართველოს ისტორიაზე მჭირდება ლექციების საკითხი. ის უსაფრთხოების კუთხით ჩამოშლილი, აი ეს